ზესტაფონის 52 მაჟორიტარული ოლქის დეპუტატობის კანდიდატები GDS-ის თოქ-შოუში 59 წამი, თინა ხიდაშელისა და ილია კოკაიას ტელედებატის დეტალების სპექტრში. რა პრობლემის წინაშე დგანან წვრილი გლეხური მეურნეობები კახეთის რეგიონში, სადაც ცხოვრების დაცემის არაერთი ფაქტი ფიქსირდება რაკეტდება შემთხვევათა პრევენციისთვის. პროფესიული საქმიანობის ერთგულებაში გალეული 40-ზე მეტი წელი ფერომედის საოპერაციო ბლოკის ექნის პროფილი საინფორმაციო გამოშვებაში. რა პრობლემები აქვს ზესტაფონის მოსახლეობას და როგორ აპირებენ მაჟორიტარები მათ გადაჭრას პარლამენტიდან, როგორ გეგმავენ ისინი ფეროშენადნობთა ქარხანაში ადგილობრივი ზიანის შემცირებას და სარგებლის გაზრდას. GDS-ის განსხვავებული ფორმატის თოქ-შოუმ 59 წამი დაახლოებით 8 სტანდარტულ კითხვაზე პასუხის გასაცემად და პოზიციების დასაფიქსირებლად დრო ზესტაფონის 52 მაჟორიტარული ოლქის დეპუტატობის კანდიდატებს დაუთმო. ერთმანეთის პირისპირ თინა ხიდაშელი უსუფაშვილი რესპუბლიკური პარტიიდან და დამოუკიდებელი კანდიდატი ილია კოკაია ისხდნენ. თოქ-შოუს წამყვანის ეკა ადეიშვილის პირველი კითხვის პასუხი, რა არის თქვენი უპირატესობა სხვა კანდიდატებთან შედარებით, ასეთი იყო. ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი, როდესაც პოლიტიკაში მოდიხარ და პარლამენტში მოდიხარ, არის კვალიფიკაცია, პროფესიონალიზმი, პოლიტიკა ეს არ არის ტურიზმი, სადაც ერთხელ გაივლი, საკუთარ ინტერესებს დაიკმაყოფილებ და შემდეგ ჩამოშორდები. გარდა ამისა, როდესაც პოლიტიკური გუნდს წარმოადგენ, მთავარი უპირატესობა ის არის, რომ მოდიხარ გუნდით და შესაძლებლად თქვნი იმის შესაძლებლობას, რომ პროექტების განხორციელების დროს ერთიანი ფრონტით შეუტიო როგორც ოპონენტს, ასევე იმეგობრო იმ პარტიებთან, რომელთანაც დაემთხვევა შენი პოზიციები. რა არის ჩემი უპირატესობა? ეს არის ჩემი საქმე, რაც მე გავაკეთე ზესტაფონში ჩემი ყოფნის დროს. ეს პრაქტიკულად ჩანს. დავიწყოთ ფეროშენადნობი ქარხნიდან, როდესაც ჩვენი ჯგუფი იქ მოვიდა. ეს ქარხანა თითქმის გაჩერების პირას იყო, ჩვენ შევძელით მისი რეაბილიტაცია, შევძელით რაღაცი დოზით ეკოლოგიის გამოსწორება, რაღაც ფილტრების დაყენება, რაღაც და სულ 2 წელი ჰქონდა, ამიტომ ძალიან ცოტა დრო იყო. შემდეგ სააკაშვილის რეჟიმი არ მოგცა ამის შესრულება და ფეხბურთის სტადიონები და ასე შემდეგ, რაც ევროპული დონისაა. ზესტაფონისა და მისი მოსახლეობისათვის ორ ყველაზე უმთავრეს პრობლემა თინა ხიდაშელს უმუშევრობა და წამლის მაღალი ფასები მიაჩნია. ილია კოკაიას კი ეკოლოგიის საკითხი და უმუშევრობა. მოდებატე მხარეებმა დასახელებული პრობლემის გადაჭრის გზებზეც ისაუბრეს. იმ შემთხვევისათვის თუ ზესტაფონელი ამომრჩეველი მათ ნდობის მანდატს მიანიჭებს. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს კომენტარის გაკეთება ადგილობრივებისთვის ფეროშენადნობთა ქარხნის ზიანსა და სარგებელზე, მშრომელთა უფლებების დაცვასა და შრომის ინსპექტირებასთან დაკავშირებულ საკითხებზეც მოუწიათ. ილია კოკაიამ არ მიიღო თინა ხიდაშელის მოსაზრება, რომ ბიზნესმენთა ადგილი პარლამენტში არ არის, რადგან რესპუბლიკელი დეპუტატობის კანდიდატის აზრით ისინი თავიანთ ბიზნეს ინტერესების დასაცავად რიგი კანონების მიღებას აფერხებენ, რის მაგალითადაც თინა ხიდაშელმა ევროპული სტანდარტის შრომის კოდექსის პროექტის დაბლოკვა დაასახელა. ჩვენ დიდხანს გიყურეთ თქვენ, როდის მოაგვარებდით ყველაფერს პარლამენტში და არ უნდა მოვსულიყავით იქ, ძალიან კარგ კაბინეტებში ვიჯექეთ, ძალიან კარგად მიყვავდა ჩვენი ბიზნესი ხოთაშორის და რაც შეეხება ჩემი ბიზნესის დაცვას ზესტაფონში, მე ვარ თანახმა ხვალვე ერთ ლარად გადმოვიქრობთ მთელი ჩემი ბიზნეს აქტივობა ზესტაფონში, მხოლოდ იმ პირობით თქვენ რომ მას მოუვლით. დიდი მადლობა მეწეარ. ნუ გასაგებია, იმიტომ რომ თქვენ არიცით მე რას ვლობირებ. მე არ ვლობირებ ჩემ ინტერესებს, მე ვლობირებ იმ ხალხს, რომელთანაც მე დღე დაღამე ერთი წუთით მე დავდივარ იქ ყოველ დღე, ყოველ ოჯახში შევდივარ და თქვენ ეს ბედნიერება იქ არ ქონიათ. არავის არ უთქვია რომ ქალბატონი თინა აქ მოვიდა, შემოვიდა ჩვენ ოჯახში. დასრულდა თქვენ დრო. ძალიან დიდი მადლობა. ეს ბედნიერება ძალიან ხშირად მქონია, იმიტომ რომ როდესაც მე მაგალითად იქ სადაც მე ვაკეთებდი საქმეს. როდესაც გავაუქმე ჯარში გაწვევა, თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ ზესტაფონში, როდესაც დავდივარ სოფელ-სოფელ, რამდენი ადამიანი მხვდება, რომელიც მადლობას მიხდის, რომ მათი შვილები მონობისგან გავათავისუფლე. როდესაც თავდაცვის მინისტრი ვიყავი და გავაუქმე ჰაუტვახტები, რომელიც იყო ჩვეულებრივი სადამსჯელო საკნები ახალგაზრდებისთვის, თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რამდენი ადამიანი
ადამიანი მიხდის მადლობას, რომ მათი შვილები ამ სადამსჯელო საკნებში აღარ არიან მოთავსებული ჯარში. როდესაც მე ჯარში შევიყვანე ქართული კვება, ვერ წარმოვიდგენთ, რამდენი გლეხი მხვდება საქართველოში, რომელიც მადლობას მიხდის, რომ დღეს ძროხის ხორცს ყიდის, კარგ ფასად, მასთან მოდიან და მიაქვთ, რომ მას აღარ აქვს იმ ტიპის პრობლემები, რომელიც შიმშილის ზღვარზე ამყოფებდა. ძალიან შემცდარი ხართ თქვენ, იმიტომ რომ აბსოლუტურად არასწორი წარმოდგენები გაქვთ ქართულ პოლიტიკაზე, ბიზნესის ადგილი არის ბიზნესში. თქვენ უნდა დაეხმაროთ ამ ქვეყანას სამუშაო ადგილების შექმნაში და არა კიდევ ერთხელ ვიმეორებ იმ 157 მილიონის გაправებაში, რომელიც ზუსტად იმ ადამიანებს მოპარეთ, ვისი დეპუტატობაც გინდათ. თუ გსურთ უპასუხეთ, თუმცა ჩვენ ეკოლოგიაზე საუბარიც გვინდოდა, მაგრამ მოგცემთ 59 და ნამდვილად მინდა უპასუხო, მე ველოდები მისგან ამ გაправებულ 157 არა, ვერ მომცემ თქვენ მაგას ხვალდილით, იმიტომ ეს არის პროკურატურის საქმე. ნუ მე დავებით რა, ქალბატონო თინა, მე არა ვარ პოპულისტი თქვენსავით, რომელიც აცხადებს აქ რაღაცა უსახურ ბრალდებას, რაც შეეხება თქვენ მადლობებს, მე მოსმენელი მაქვს უკვე ზესტაფონის მოსახლეობისგან და სხვათა შორის აქ დარაჯმა, ერთ-ერთმა დარაჯმა მკითხა, ქალბატონ თინას კითხეთ აუცილებლად საგარეჯოში რა გააკეთა, ძალიან მაინტერესებსო. ასე რომ, ნუ გამოვალთ იმით, რომ ჯარში რაღაც თქვენ იმიტომ წახვედით ჯარში, რომ დიახ უნდა გაგეკეთებინათ იქ საქმე. დებატის დასასრულს გადაცემის ფორმატიდან გამომდინარე მხარეებს თითო 59 წუთი ამომრჩეველთა მიმართვისთვისაც დაეთმოთ. პარალელურად თოქ-შოუ რადიო უცნობზეც გადიოდა. GDS-ის მაყურებელსა და მის მსმენელს შესაძლებლობა ჰქონდათ ჩართული ყოფილიყვნენ ინტერაქტივში და ეპასუხათ კითხვაზე. ზესტაფონის ოლქის რომელ მაჟორიტარს უჭერენ მხარს. გადაცემის ბოლოს ინტერაქტივის შედეგი ასეთი დაფიქსირდა: 54-45-ზე თინა ხიდაშელის სასარგებლოდ. ეს სიღნაღის რაიონის სოფელი ჯუგაანის ხევია, სადაც გაურკვეველი დაავადების გამო დახოცილი ღორების ლეში უკვე რამდენიმე დღეა აქ ყრია. კახეთის ფერმერ ქალთა ასოციაციის თავმჯდომარის ირინე ფხოველიშვილის თქმით, დაახლოებით 1 თვეა სიღნაღის რაიონში ღორები მასიურად იხოცება. მისი აღრიცხვით უკვე 200-მდე პირუტყვია დაღუპული. ფაქტის შესახებ ადგილობრივ ვეტერინარიის სამსახურსა და სურსათის ეროვნულ სააგენტოს შეატყობინა, თუმცა უშედეგოდ. მათი წარმომადგენლები ადგილზე დღემდე არ მისულან და არც ღორების სიკვდილიანობის მიზეზით დაინტერესებულან. მისივე ინფორმაციით მოსახლეობა დახოცილ საქონელს არ მარხავს და ხევში ყრის, რაც ახალი დაავადების წარმოშობის საფრთხეს ქმნის. ინფორმაცია ამის თაობაზე პირადად მე მივაწოდე სიღნაღის რაიონის ვეტერინარულ სამსახურს და იქიდან მივიღე პასუხი, რომ თურმე მათ კომპეტენციაში არ შედის იმის დადგენა, თუ რატომ იხოცება ღორი. მე მინდა თქვენი საშუალებით მივმართო ყველა ფერმერს, ყველა ადამიანს იმის გამო, რომ რაიონის ვეცამსახური და სურსათისმცემლობა არ ზრუნავს მათ ტერიტორიების, ასე ვთქვათ, ჯანმრთელობაზე, თვითონ მაინც შეიკავონ თავი და არ დაუშვან დარი საქონლის, პირუტყვის, ასე ღია ხევებში, ღია ჩაყრა, იმიტომ რომ ეს არის ახალი ინფექციების და ახალი დაავადებების გავრცელების საუკეთესო საშუალება. სიღნაღელი ფერმერები ეჭვობენ, რომ ღორები ჰემორაგიის ჭირით დაავადდნენ. მისი საწინააღმდეგო ვაქცინაც ჩაუტარეს, მაგრამ საქონელი მაინც დაეხოცათ და დიდი ზარალი ნახეს. ვეტსამსახურებს შეატყობინეს, თუმცა ისინი ფერმაში არ მისულან. ზარალი გენიცვალი საკმაოდ დიდია, ახლა ფერმერისთვის 16 ღორის სიკვდილი ეს არ არის პატარა ზარალი. სიმპტომები გავს ჰემორაგიას გავს სიმპტომები, მაგრამ მე ხომ არა ვარ ვეტექიმი, რომ თქვათ მე დიაგნოზი დავსვა. მე ამიტომ ვაცნობე რაიონს, რომ მინდოდა რომ მოსულიყო თვითონ ვეტსამსახური და თვითონ ენახათ რა მდგომარეობა იყო ფერმაში. და მოვიდა ვინ? არავინ არ მოვიდა. კიდევ ახალი დაავადება რომ არ გაჩნდეს, ხევში გადაყრილი ღორების ლეში სასწრაფოდ განადგურებას ითხოვს სოფელ ჯუგაანის მოსახლეობაც. როგორ შეიძლება რომ ღორი მოუკვდე ადამიანი და იქ ხევში ჩააგდო? აკე სოფელი იყო, ხალხი ცხოვრობდა. რა თქმა უნდა, ინფექცია გავრცელდება, ალბათ ბავშვები თამაშობენ, მათ მოედანია, ფეხბურთს თამაშობენ და რა თქმა უნდა. უნდა მოვითხოვს, რომ განთავისუფლდესა და არ დაიყაროს საერთოდ არც ღორი და რავი ქათამი მოუკვდება თუ რამე მან და რა თქმა უნდა შეიძლება ადამიანზე და შეიძლება კიდე საქონლის სოფელში ცხოვრობს, ზოგ ღორი ყავს, ზოგ რავი საქონლის დაავადება იყოს თუნდაც. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით ღორების დახოცვას ეპიდემიის სახე არ აქვს. ფაქტის შესახებ რამდენიმე დღეა რაც გაიგეს და გამოკვლევების პროცესში ჩაერთნენ. მოსახლეობას კი მოუწოდებენ, რომ ცხოველის დახოცვის შემთხვევაში დროულად მიმართონ ვეტერინარებს დასახმარებლად. ეპიდემიის რაიმე სახის გამოვლენებას ადგილი არ აქვს, ეს არის ცალკეული შემთხვევა, რომელსაც აუცილებლად გამოვიკლოთ და რეაგირების გარეშე არ დავტოვებთ, თუმცა მოსახლეობას მინდა ვთხოვო, რომ იმ შემთხვევაში თუ თავიანთ ცხოველს
თავიანთ ცხოვრებას რაიმეს შენიშნავენ, აუცილებლად დაუკავშირდნენ ვეტერინარს. რაც შეეხება გარემოს დაბინძურებას და ასე შემდეგ და იმ საშიშროებას, რაც შეიძლება მკვდარმა ცხოველმა გამოიწვიოს, ეს რა თქმა უნდა მხოლოდ ჩვენი კომპეტენცია არ არის და ეს როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის, ასევე გარემოს დამცველებიცაც გარკვეულწილად უკავშირდება. ღორების დახოცვის ფაქტზე ჩვენ სიღნაღის მუნიციპალიტეტის ვეტერინარული სამსახურის უფროსთან ჰამლეტ ღლიღვაშვილთან ვცადეთ დაკავშირება, თუმცა მან კომენტარი არ გააკეთა. დაზარალებული ფერმერები და მოსახლეობა შესაბამის სამსახურებს საკითხით დაინტერესებას თხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში ამბობენ, რომ ეპიდემიის საფრთხე არა მარტო რაიონს, არამედ მთელ რეგიონს ემუქრება. 51 წელია თავის პროფესიას ერთგულად და მაღალი პასუხისმგებლობის განცდით ემსახურება. ნაზი გაბრიჭიძემ ამ ხნის განმავლობაში კლინიკა ფერომედის გამოცდილი და კვალიფიციური სპეციალისტის ავტორიტეტი დაიმკვიდრა, რასაც ნდობის მაქსიმალური რეიტინგი დაემატა და ქირურგიული განყოფილების საოპერაციო ბლოკის ექთანი დღეს უკვე თავისი სექტორის ერთ-ერთი მოთხოვნადი პროფესიონალია. ქირურგისა და საოპერაციო ექთნის დამოკიდებულება არის სულ სხვა. ახლა ექიმები მაინც სხვა პროფესია არის, საოპერაციო მეტ და არის გამორჩეული პროფესია, იმიტომ რომ ოპერაციების დროს ისეთი რაღაცებია, რომ ძალიან ბევრი ნიუანსებია. ის არის შენი გვერდში მდგომი, მისგან არის ძალიან ბევრი რამ დამოკიდებული. ოპერაციის წარმართვა, ოპერაციის განსაკუთრებით შემდგომი პერიოდი. მე ამდენი წელიწადია ნაზის ვენდობი, როგორც საკუთარ თავს და ძალიან მიხარია, რომ ჩემი ერთგულია ქირურგიის ერთგულია და საავადმყოფოს ერთგული ქალბატონია. ნაზი გაბრიჭიძის სამედიცინო სფეროში საქმიანობა ფეროშენოდნებთა ქარხნის მეცანაწილიდან დაიწყო, სადაც ის ექთნის ფუნქციას ასრულებდა. რამდენიმე თვის განმავლობაში სასწრაფო სამედიცინო სამსახურში გადაინაცვლა, მერე კი თავის პირვანდელ სამუშაო უბანს ისევ ექთნის სტატუსით დაუბრუნდა. 1988 წლიდან ნაზი გაბრიჭიძე დაკისრებული მოვალეობისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულებისა და შესაბამისი კვალიფიკაციის გათვალისწინებით საოპერაციო ბლოკის ექთნის პოზიციაზე გავიდა. ის ამჯერადაც ჩვეული ენერგიულობითა და გულითადობით განაგრძობს საქმიანობას და მთლიანად არის მოტივირებული რთული და საპასუხისმგებლო დავალებების შესრულებასა და პაციენტთა ხარისხიან მომსახურებაზე. მე დიდი მადლობელი ვარ, რომ ამ ხელა ხალხის გვერდში ვდგავარ და ჩემი პატარა წვლილიც მიმიწვის ამ დიდ საქმეების კეთებაში. მოგეხსენება ჩვენთან კეთება ძალიან ბევრი და ძალიან დიდი ოპერაციები, რომელიც შეიძლება მართლა კლინიკაში არ კეთდებოდეს. პაციენტი მიყვარს ძალიან. როგორც შვილი, როგორც მშობელი, როგორც ახლობელი. ყოველთვის ვეუბნები ხოლმე, ზოგჯერ ცხენიათ ხოლმე ან შეხვედრებს რო ვაკეთებ, ვეუბნები რომ არა, თქვენ ხართ ახლობელი ადამიანი. სამედიცინო პერსონალთან ერთად გამარჯვების სიხარულს ინაწილებს ყოველი წარმატებული ქირურგიული ჩარევის შემდეგ, რის მიღწევაშიც თავადაც დიდი შრომა აქვს ჩადებული. ექიმის უფრო მეტად უნდა რომ მის პაციენტი იყოს კარგად, ვიდრე მის პატრონს. არ ეგონოთ რომ იმაცა ნაკლებად სრულნავდნენ. ჩვენ უფრო გვინდა რომ იყოს კარგად. და ვცდილობთ ყველაფერ ღონეს ვხმარობთ რომ ისინი კარგად. ყურადღებიანი და მზრუნველი ექთანი პაციენტებსაც მოსწონთ და იმის გამო, რომ ყველაზე რთულ წუთებში მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტი ემსახურებათ, კმაყოფილები არიან. ექთანი მომსახურება ამისანა მე არ გამიგიარს. 5 საავადმყოფო მოვლენილი ასეთი მომსახურება მე არ მინახე. რო არ გინდოდეს გაცილება გაგაცინებს ჯერ ერთი. მერე ცოდნე მაგარია. ნაზი გაბრიჭიძე ამაყია თავისი კოლეგებითაც, ამბობს, რომ მათ გადაატანინეს ცხოვრების ერთ-ერთი რთული პერიოდი, რომელიც მას ჯანმრთელობის გაუარესების გამო შეექმნა. ისე გადამატანიეს ეს ონკოლოგიური დაავადება, რომ თითქოს არ ყოფილა რავად. სხვებს ამისთვის ჭირდებათ სათანადო მომზადება, ფსიქოლოგიური ისინი ლექციები და რაღაცები, მაგრამ მე ეს ამათ გვერდში არ მიგვრთნია. ისე დამიდგა გვერდში როგორც მთავარი ექიმი, განყოფილების გამგე, ქირურგები, თანამშრომლები, ლაბორატორია, რენტგენი სულ ყველა და მე აღარ ვარ ამათ. რამდენ ხანსაც შევძლებდა ვიქნები ამ საავადმყოფოში, სულ ყოველთვის ერთგული ვიქნები. ძალიან მიყვარს აქაურა. თავის მხრივ სიმპათიებს არ მალავენ არც მისი კოლეგები, რომელთა შორის მრავლად არიან კვალიფიციური სპეციალისტის მიერ აღზრდილი კადრი. ნაზი არის ძალიან ენერგიული, თავისი საქმის შესანიშნავად მცოდნე ქალბატონი.
აი მე აქ რომ მოვედი და დავიწყე მუშაობა, აი გვერდით დამიდგა. გამარკვია ეს სიტუაცია, რაც უნდა გამეკეთებია, როგორ უნდა მემუშავა და საერთოდ აი როგორც ნამდვილი დედა, ისე დამიდგა გვერდით. გაჭირვება თუ დალხინება, აი ვერ იგრძნობთ იმას, რომ ის უცხოა თქვენთვის. დგას ისე, როგორც თქვენი მართლა საკუთარი დედა და მეგობარი. თავისი საქმის კიდე შესანიშნავად ცოდნე. საოპერაციო ბლოკში გატარებული ყოველი სამუშაო დღე და პაციენტებზე ზრუნვა, რომელსაც გრაფიკის მიხედვით ღამის მორიგეობაც ემატება, ნაზი გაბრეჭიძის მუდმივად აქტიურ ცხოვრების სტილზე მიუთითებს, რომელიც გვიან საღამოთი ოჯახური გარემოთი იცვლება. ნაზი გაბრეჭიძე სოფელ კვალიჩი მეუღლესთან, შვილებთან და დედამთილთან ერთად ცხოვრობს. 41 წელიწადია მე და ჩემი მეუღლე რაც შევყვდით. შევქენით ოჯახი. ყავს 2 შვილი, ორთავე ვაჟები. ჩემი მეუღლე არის ძალიან კარგი ოჯახის სიასახლესი, არის კარგი დედა და არის კარგი მეუღლე. საღამოს უკვე სახლში მოდის, აკეთებს თავის საქმეს, რაც კი ოჯახის სიასახლეს შეეფერება. შვილებთან, დედამთილთან, აქვს ძალიან დედამთილთან გასაკუთრებით აქვს ძალიან კარგი ურთიერთობა. შვილებს რაც შეიძლება გვერდში უდგას ჩემო ბატონო და უნდა რომ ოჯახი კონდეს ძალიან კარგი და ცდილობს ამას ყველანაირად და ოჯახის ერთგული, ქმარ-შვილის ერთგული, სამსახურის ერთგული ძალიან დიდი კმაყოფილები ვართ. ძალიან ერთმანეთი გვიყვარს, ერთმანეთს ვაფასებ და მაგ ტკბილი და გემრიელი ოჯახი. ოჯახური იდილია ნაზი გაბრეჭიძისთვის ადრიანი დილის საათებამდე გრძელდება, მერე სამსახურის პერიოდი ეწყება, რომელსაც სახლიდან ფერომედამდე, სადაც მისი საყვარელი საქმე ელოდება, მხოლოდ 2 კილომეტრიანი გზის მონაკვეთი აშორებს.